მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში საგასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინების, სტუმრად მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით გიორგი. მადლობა მოგზაურობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ელისე წინასწარმეტყველის შესახებ გქონდა წინა გადაცემაში საუბარი და დაგფირდით, რომ მომდევნო გადაცემაში ერთ-ერთ გამოტოვებულ სასწაულს, რომელიც ცოტა ვრცელ თხრობას მოითხოვდა, ამაზე გავაგრძელებდით საუბარს. ეს არის საკითხავი მეოთხე მეფეთა წიგნიდან, მეოთხე თავი, კერძოდ ეს არის შუმანელი ქალის ამბავი, რომლის თავზეც ელისეს მიერ აღსრულდა სასწაული და რომელიც არის საკმაოდ საყურადღებო მოსათხრობი. გიორგი, მას ასე ვისაუბროთ ამ სასწაულის შესახებ, შუმანელი ქალი, რომელმაც ელისე წინასწარმეტყველისადმი გამოიჩინა კეთილგანწყობა და ისურვა, რომ ის სახში სტუმრად ყოფილიყო ხოლმე წინასწარმეტყველი და შემდგომში ამას მოჰყვა სასწაული, რომელიც აღესრულა ამ ქალბატონს. კი. ახლა ჩვენ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ელისე საიდან მოხვდა ქალთან, ხო? ეფრემასური აქცევს ამას ყურადღებას, ის როგორც მემკვიდრე ელიასი ვალდებულია წინასწარმეტყველთა სკოლები მოინახულოს, რომელიც სხვადასხვა ადგილას არის, ბეთილში, იერიქონში, იორდანის გასწვრივ, იორდანეში და აი ამ მოგზაურობის დროს გზად არის ერთ-ერთი დასახლება, სადაც მას გავლა უწევდა და აქ ერთი ქალი აღმოჩნდება, რომელიც სტუმართ მოყვარეობის სათნოებით იქნება გამორჩეული. ახლა რატო ვამბობთ ამას ჩვენ და რა არის აქ ჩვენთვის საინტერესო? ცოტა მოგვიანებით წმინდა წერილი ერთ ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც ჩვენი მაცხოვარი თავის ქადაგებისას იხსენებს. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ამას არ შევეხებით, მაგრამ ამ სივრცის დასახასიათებლად გვჭირდება ეს არის ნეემანასურის განკურნება და ჩვენი მაცხოვარი ამბობს, რომ არ არის ვინ იპოვა ღირსი, ხო? ნეემანას ელისეს დროს, თუ გადა ნეემანასურისას, მან მიიღო ეს კურნება და არა სხვა, რომელიც შეიძლება ასევე კეთრისაგან დაზიანებული იყო, იმას აქვია ისრაელის სივრცეში. რატო ამბობ ახლა ამას მე? იმიტომ რომ განსაკუთრებული ყურადღება მაცხოვარი უთმობს იმ ძიმე სულიერ მდგომარეობას, რომელიც ელისე წინასწარმეტყველის პერიოდში იყო ისრაელში და აი ამ მათ კატასტროფულად ძიმე მდგომარეობისას, რომელიც ჯერ კიდევ გამოჩნდება, ჯერ კიდევ არ ჩანს ეს და წინ კიდე გამოჩნდება, აი აქ ამ სივრცეში ასეთი მდგომარეობის დროს ამ ქალის საქციელი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს და წმინდა გრიგოლ პალამა როდესაც სასწაულებზე საუბრობს ამ შემთხვევაში, რომელსაც ჩვენ ცოტა ხანში ვისაუბრებთ, იმდენ ყურადღებას არ აქცევს ელისეს მიერ აღსრულებულ სასწაულს, რამდენ ყურადღებასაც აქცევს ამ ქალის პიროვნებას და მის საქციელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ნიშანდობლივია ამ თემაზე საუბრისას, ვინაიდან ჩვენ არ შეიძლება წმინდა წერილი უბრალოდ გადავიკითხოთ, ის უნდა გავიგოთ და გავიაზროთ სიღრმისეულად. როდესაც ამ ქალის სტუმართ მოყვარეობაზე გვაქვს საუბარი, ეს ქალი აკეთებს რაღაცა ისეც, რითაც ის ეპოქისაგან თავს გამიჯნავს, აი ამ მდგომარეობისაგან თავს გამიჯნავს და ჩვენ ეს სტუმართ მოყვარეობა და ის გამბედაობა ამ ქალისა, რომელსაც წმინდა წერილში ვხედავთ, რაღაცნაირად გვახსენებს იმ ყურადღებასაც ელია წინასწარმეტყველი გამოიჩენს ვიღაცა ქვრივი დედაკაცისადმი, რომელსაც სწორედ აი ასეთი სტუმართ მოყვარეობა აღმოაჩნდება. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ტრადიცია, კულტურა სტუმართ მოყვარეობისა, რომელიც ზოგადად აღმოსავლეთისათვის ცნობილია და უცხო არ არის, ამ შემთხვევაში რაღაცა ნიშნით მომსპარია, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ რაღაცა სტუმართ მოყვარეობის თამდევი პირობა, რომელიც სტუმართ მოყვარეობას მართლა აშინა არსებს და ის უბრალოდ ტრადიციული რაღაცა მოქმედების ამარას არტოვებს, ეტყობა რაღაცა ასეთი აქვს შენარჩუნებული იმ ქვრივს ელიას დროს და ამ შუმანელ ქალს ელისეს დროს. მისი მე უბრალოდ ჩემი ამ საუბრის мотиваცია წმინდა გრიგოლ პალამაა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომელიც ყურადღებას აქცევს სწორედ ამ ქალის პერსონას და არა ვთქვა, არა სასწაულებსაც აქცევს, მაგრამ მის მიღმა არ უნდა დაიჩრდილოს აი ამ ქალის
აი ეს საოცარი გამბედაობა. გამბედაობა რო ვთქვი, ეს სიტყვა არ დამცდენია ჩვენ ერთ-ერთი გადაცემის დროს განვიხილეთ დათვებს დათვებმა როგორ დაგლიჯეს ყმები, რომლებიც ელისეს დასცინიან და ჩვენ ვივარაუდეთ საეკლესიო გააზრების კვალდაკვალ, რომ ეს ყმები არიან აღზრდილი იმ სულით, რასულითაც ზოგადად იმ დროს ისდებიან ისრაელში თაობები და აი ამ ქალისაგან წინასწარმეტყველის შეფარება, რომელიც ბოლომდე მთელი ისრაელში არ არის მიღებული და სკეპტიკურადაც უყურებენ იმ სკოლას, რომელიც სკოლაც მემკვიდრეობით ჩაიბარა ელისემ, ამ ქალის მხრიდან სტუმართმოყვარეობის აი ამ ნიმუშს გვაში ნაარსებინებს. ის მარტო ელისეს კი არ მიიღებს. ის ელისეს სახით იმ პიროვნებას მიიღებს, რომელიც ისრაელში დაწუნებულია. ამ პიროვნების მიღებით კი ეს ქალი იმ მსახურებას მიიღებს, იმ ღმერთის მსახურებას მიიღებს, რომლის აღდგენისათვისაც ელია და ელისე იღწვიან ისრაელში. ამიტომ ეს ქალი, რომელიც მართლა საოცარ ფიგურად წარმოდგება წმინდა წერილში, უბრალოდ ის არ არის, ვინც ელისე შეიფარა. ამ ქალის სტუმართმოყვარეობა, როგორც ბევრი აქცევს ამას ყურადღება, თავის სტუმართმოყვარეობით თავად უფალი მიიწვია თავისთან სახლში და თავად ის ისტუმრა ისევე როგორც ეს საოცარი მაგალითი გვაქვს აბრაამის შემთხვევაში, რომლის შესახებაც ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით. ახლა ეს ელისეს შეპატიჟება, ეს არ არის მხოლოდ პურის ჭამა, სიტყვასთან გაუმასპინძლდე მგზავს, რომელიც შეიძლება სხვა შემთხვევაშიც გააკეთო. არა, ეს არის ამ პიროვნებისათვის საცხოვრებელი სივრცის გამოყოფა, ქმარს ეტყვის, რომ ეს წინასწარმეტყველია და ძალიან კარგი იქნება თუ მისცემენ რაღაცა თავშესაფარს და როდესაც აქ მოვა ხოლმე, ის აქ დაისვენებს და თავისი ოთახი იქნება, საწოლს დაუდგავენ, ასე ქვია, სათავსოს მოუწყობენ და ეს რაღაცა ძალიან ისე გამომხატველობით არის წარმოდგენილი წმინდა წერილში. გიორგი, ერთი წუთით რო შევჩერდეთ აქ და ხაზი გაუსვათ ესეთ რაღაცას, რომ ისრაელში რაც ხდება, ეს არის იმ დროის თანამედროვე სული, რომელსაც აყოლილი არის მოსახლეობის უმეტესობა, ამას ახალისებს მეფე და ამ დროს ელია წინასწარმეტყველი, ელისე წინასწარმეტყველი მოწყვეტილი არიან ამ თანამედროვე დინებებს, აზრთა მიმდინარეობას და ჭეშმარიტებას ამოწმებენ. ჭეშმარიტებას ამოწმებენ ღვთისშეწევნის იმედით, რომ მათი სიტყვა არ დაიკარგება, მათი საქმე ადრე თუ გვიან გამოიღებს შედეგს მასობრივად და ისრაელი დაუბრუნდება იმ გზას, როდესაც ღმერთს ეძებდა და როდესაც მან დავით მეფის ეპოქას დაემსგავსება ისრაელის ცხოვრება. აი ეს ორი ადამიანი არის რაღაცნაირად გამოკვეთილი, რომელიც თავის სკოლასთან ერთად, ხო, რომელიც თავის თავში არ აძლევს უფლებას ის თანამედროვე განწყობები სუფევდეს. არამედ დაიცვას თავი ამისაგან და მისი სიტყვა იყოს დაცული. შეიძლება ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ძალიან ხშირად მასთან მოსულ ადამიანებს ელაპარაკება არა პირდაპირ თვითონ უშუალოდ, არამედ დამხმარეს მიერ, მსახურის მიერ, ხო, შუამავალი ყავს. ესაც ალბათ ერთგვარი ზღუდი არის იმისი, რომ გამოხატულება არის, ვინაიდან ელისე გამოხატულება არის. ხო, ელისე ძალიან ისეთი აი როგორ გითხრათ, აი ღრმა მლოცველი იყო და ძალიან დიდი ჭვრეტის უნარი ჰქონდა უფლისაგან მიცემული მართლაც აი ეს ორმაგი ძალა რაც არის ელიასთან ურთიერთობას, ბოლო ურთიერთობის და მთელი სისული ჩასვიდა წერილში, რომ აი ეს მიცემული აქვს ელისეს და საოცარი მოღვაწეა მართლა. და ასეთი მოღვაწეს, რომელიც პრაქტიკულად დისიდენტურ მოძრაობას უდგა სათავეში, მიიღება პატევის აღმოჩენა, ეს გაბედულობას უკავშირდება. უბრალოდ პურის ჭამა კი არა, რომელიც შეიძლება ვერცერამე გაიგოს. არა, ეს რომ ელისე სადგომი ამას გაიგებს დიდი და პატარა, ყველა გაიგებს ამას, რომ ელისე აქ მოდის და აქ მასშტაბა ისვენებს ხოლმე და აქ ათენებს ღამეს და აქ თავშესაფარი აქვს. შესაბამისად, აი რა არის ისეთ ახლა ერთ-ერთი მამა ეფრემასურია ასეთ რამეს ამბობს. ძალიან საინტერესო რამეს ამბობს. ცალკე ოთახი იმიტომ გამოუყვესო, რომ ამ ქალმა თავი უწმინდურად მიიჩნია იმ სიწმინდესთან მიმართებაში, რასაც ელისე
რაც ელისეს გააჩნდა. ხო, ანუ ეს უბრალოდ საერთო იმაში კი არა, ელისე გამიჯრული უნდა იყოს მართლა ელისე შუამავლით ელაპარაკება და ეს ქალი არ უკადრისობს იმას, რომ ამ ხალხის მოგეცი პატრიოტიზმს ეს გადაყევი და ერთი დამელაპარაკე ეს გამარჯობა მაინც მითხარი ნორმალურად ხო არა ეს ქალი აი ეფრემასული ამას აქცევს ყურადღებას სწორედ რომ თავის თავს უღრმავდება და ხედავს რამდენად უწმინდურია ის და რამდენად დიდი სიწმინდეა ელისესთან ამიტომაც აი მამანდრია როდესაც აი ამ ქალის აი ამ სივრცეს განვიხილავთ ჩვენ ხედავთ რომ კიდევ სხვა რამე დაგვანახებს ამას ცოტა მოგვიანებით მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ისრაელში დარჩენილია ეს ნატამალი, რომელზეც თქვენ როგორც აღნიშნეთ, აი 7000 კაცი, რომელსაც მუხლი არ მოიდრეკა ბაალის წინაშე, რაც ელიას უთხრა უფალმა, რომელზეც ელია და ელისე აკეთებენ აქცენტს, სადაც უნდა აშენდეს, დაფუძნდეს, კვლავ გაიღვიძოს იმ ისრაელმა, რომელიც ისრაელიც თავის იდენტობას ყოველდღიურად კარგავს და წარმართულ გარემოში ეფლობა, ხო? შესაბამისად ეს ქალი, ამ ქალის საცხოვრისი რაც თავარია, არის იმ ისრაელის მოდელი, სადაც წინასწარმეტყველებს გზავნის ღმერთი. აქ უბრალოდ უსმენენ ამ წინასწარმეტყველს განსხვავებით იმ ისრაელისაგან, რომელსაც უკვე მეფე ყავს და უბრალოდ წინასწარმეტყველს არ უსმენს, ურჩევნია ცრუ წინასწარმეტყველს მოусმინოს, ხო? ჩვენ ცრუ წინასწარმეტყველები ვნახეთ ბიბლიურ თხრობაში, რომ ჯერ კიდევ აქაბის დროს, როდესაც ისინი საომრად მიდიოდნენ და წინასწარმეტყველთა სინამდვილეში ცრუ წინასწარმეტყველთა ის გუნდი, რომელიც აქავს ყავდა, მიუთითებდა, რომ საბრძოლველად წასულიყო რა სხვადასხვა მიმართულებით იმ დროს, როდესაც მეფე იოშაფატმა შეხედა ამ ყველაფერს, ეს არასერიოზულად მიიჩნია და მეფე აქავს უთხრა წინასწარმეტყველი ხო არ აკავთ აქ ვინმეო, ვინაიდან ამათი წინასწარმეტყველება იოსაფატისათვის ეს იყო მეტყველება და მეტი არაფერი. აი, როდესაც ელის აქ ათენებს ხოლმე ღამეს, ხო, ამ ქალის ოჯახი ამ ნიშნით იკურთხება მართლა და წმინდა წერილში წერია ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ ელისე ერთ დღესაც იკითხავს, ამ ქალზე აკითხვილებს თავის სახოს გეხაზის, რომ წადიო და შეეკითხო, ასე რომ ზედგად ასე რომ იხარჯება ეს ქალი ჩვენზე და ასე რომ პატივს აქცევს. რამე ხო არ შემიძლია გაუკეთო მას. უნდა მეფეს ან ხედავ თავარს დაველაპარაკები მისთვის. ახლა ელისე, რომელიც წინასწარმეტყველთა სკოლის ხელმძღვანელია და ის ამბობს, რომ შეუძლია მეფეს და ხედავთავარს დაელაპარაკოს ამ ოჯახისათვის, ანუ რაღაცა რეკომენდაცია გაუწიოს, ან და რაღაცა სიტყვით შეეწიოს და რაღაცა. ეს თავისთავად ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ელისე სამეფო კარზე მიღებულია და ასე ვთქვათ, მას რაღაცა დიდ პატივს მიაგებენ. აქაბისა და ელიას ურთიერთობისაგან განსხვავებით, სხვა ურთიერთობა იორამსა და ელისეს შორის ეს კი ბატონო, მაგრამ ელისე არ სარგებლობს რაღაცა იმ პრივილეგიებით სახელმწიფოში, რომელსაც თქვათ მას რაღაცის გაკეთების უფლებას და საშუალებას მიანიჭებდა. დიდი ალბათობით ელისე გულისხმობს იმას, რომ ის ისევე დაუპირისპირდება უსამართლობას ამ ოჯახისადმი, როგორ უსამართლობასაც ის მეფისაგან მთელ ისრაელთან მიმართებაში უპირისპირდება. თუმცა ამ ქალის პასუხი არის ძალიან მარტივი და ძალიან საინტერესო. არაფერს არ საჭიროებს ის ჩემი ენებში ვცხოვრობ. უზრუნველყოფილია და აქ ისმის ძალიან საინტერესო კითხვა. ნუ თუ მართლა არაფერს საჭიროებს ეს ქალი. შვილი არ უნდა? ხო, შვილი აღმოჩნდება რომ შვილი არ ყავს. მაგრამ ეს ქალი არაფერს არ საჭიროებს. ჩემი ენებში ვარ. ახლა ელისასთან დაკავშირებით დადის ამბები, ნუ ელისე ცნობილია ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, ელისეს ამბავი დამასკომდია წასული და დამასკოში იციან რა ძალის ფლობელიც არის ელისე. ელისე ქუხს აქა და ელიაზე ნაკლებად ცნობადი არ არის ელისე ნამდვილად. მაგრამ აი როდესაც უშვილო ქალი ელისეს ეუბნება რომ სათხოვარი არაფერი აქვს ჩემი ენებში ვცხოვრობო, აი ისმის კითხვა ეს ქალი არ ჯერა რომ ელისეს შეუძლია მაშვილი შეეძინოს, ელისეს ლოცვით შეიძლება მაშვილი გაუჩნდეს, თუ უბრალოდ თავს ღირსად არ მიიჩნევს ერიდება ხო თავისთავად ცხადი, ანუ ერიდება რა გაგებით ვამბობთ, თუ დასანახავია და შვილი მისაცემია, ღმერთი ელისეს ამას დაანახებს. ანუ ინიციატორი თვითონ არ ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ინიციატორი თვითონ არ ხდება. შესაძლებელია ჩვენ ამ ქალის საქციელში შემდგომ ნახავთ ძალიან დიდ შემართებას და ძალიან მხურვალე შემართებას.
და ასეთი სულის ადამიანებს ახასიათებს ზოგადად ის რომ მოცემულობა რაც აქვთ ეს მიიღონ და აი ამ მოცემულობის მიხედვით იცხოვრონ და სხვა არ შეაწუხონ ამ თავიანთი რაღაცა გასაჭირის თუ საჭიროებების გამო. აი, როდესაც ელის მიიღებს ამ პასუხს მსახური ბიჭისაგან, უშუალოდ იმ ქალისაგან არ მიიღებს, ალბათ უშუალოდ იმ ქალთან რო ქონოდა საუბარი, შესაძლებელია ტონის ან რაღაცა მიმართებას საუბარი სხვა მიმართულებით გაეგრძელებინა. მაგრამ ამ ამბავს უბრალოდ მოიტანს გეხაზი მისი მსახური და ეტყვის რომ ამ ქალს ასეთი დამოკიდებულება აქვს შენ შეთავაზებაზე. თუმცა უი გამახსენდაო ეს თავში ამოვარდება გეხაზის რომ ეს ქალი არის უშვილო. გეხაზის არ უთქვავს ელისესთვის რომ იქნება შვილიერება მიემადლოს, მას უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდა. გადასაწყვეტი ეს ელისესია. გეხაზი არის მსახური ელისესი რომ ეს გამოკვეთილად უთხრა. ხო, მსახური რომელიც ძალიან ახლოს არის მასთან და ძალიან აი დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ისევე დაიახლოვა გეხაზი ელისემ როგორც ელიამ დაიახლოვა ელისე ძალიან ახლოს აყავს. ხო, მეტი არ ჩანს მსახური სანამ გეხაზი მასთან არის სხვა პირადი მორჩილია და პირადი ის არის პირადად დაყვება მას. ელისესთვის ეს ინფორმაცია გახლდათ მოქმედების დაწყების მანიშნებელი ელისე გულხურვალეს ილოცებს უფლის მიმართ და ეტყვის თავის მსახურს რომ წადი და უთხარიო იმ ქალს რომ გაისანდროს მოვა გაისანდროს შვილი ეყოლება ჩახუტებული. გეხაზი წავა თავის მოსგრის ამ დავალებას შეასრულებს, თუმცა ეს ქალი პასუხობს რომ ნუ ეტყვისო ამას შენი ბატონი თავის ხელვალს, ხო არაფერი მithოვიო მე მოგვიანებით ეტყვის, ხო რა არ მომატყუოსო ჩემმა ბატონმა, ხო რაღაცნაირად ეტყობა ამ ქალს გადასულიც აქვს დრო მისი ქმარი მოხუცებული რო ეს ხალხგასმით არის წარმოდგენილი წმინდა წერილში და რაღაცნაირად ეს ქალი ამას შეხვდება ისე როგორც თავის ძაზე სარა შეხვდა იმ გამოცხადებას როგორ შეიძლება რომ მას შვილი შეძენოთ. აი სწორედ აი ამ სტილის ამ ფორმის დამოკიდებულება. არა ურწმუნოება იმდენად რამდენადაც გაურკვევლობა და გააკვირვებულობა იმ მოლოდინში რა მოლოდინიც ელისემ უთხრა მას. მე თუმეტეს რომ თვითონ არც ითხოვს, არც ელოდება. არ ითხოვს, არ ელოდება, ხო. არც რამე აღთქმა აქვს ღვთისაგან და საერთოდ ხო, მიღებული აქვს, მიჩვეულია, შეგუებული აქვს ესე როგორც არის. შეგუებულია. თან ახლა ამას ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ამ უშვილობის გამო მას სახლში კონფლიქტი არ აქვს, ის მოხუცებულ ქმარზეა მithოვილი, რომელსაც შესაძლებელია აღარც აქვს საშუალება ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური საშუალება წლებზე გარდასულია და ამიტომაც ეს როგორც ძალიან პატიოსანი ადამიანი შვილებას აღარც ელოდება. არა იმიტომ რომ თვითონ აქვს ბერწი და სიბერწის დახსნას თხოვს ღმერთს, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ აღარ ელოდება ბოჭა და გათავდა. ასეთ ხოჭი თუ ამ კუთხით შევხედავთ ამ ყველაფერს და ეფრემასურის იმას გავითვალისწინებთ რომელიც აქებს და ძალიან მერე ცალკე გრიგოლ პალამ ამ ქალს საკმაოდ დადებითად მოიხსენიებს, მაშინ ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ ეს ქალი რაღაცა აზრით, ხო, ცხოვრობს საკმაოდ ისეთი ჩაკეტილი ცხოვრებით, რომელიც უკავშირდება აი რაღაც ქალწულება, შეიძლება ეს ქალწული არ არის, მაგრამ აი ქალწულებს სამი ის ვიცით, ხო, ქალწული რომელიც არ გათხოვილა, რომელიც სამუდამოდ ხრევიდა, ანუ ეს არის ქალწული, რომელმაც ესე იგი თავი დაიტოვა ერთი ქრის უშვილო ცოლად და რომელიც შეეგუა და ეს არის ღვთისაგან მოცემული და ამ მოცემულობას უყურებს და მოცემულობას იღებს. ხო, თუ გავითვალისწინებთ მის დამოკიდებულებას წინასწარმეტყველისადმი ღვთისკაცისადმი, შესაძლოა რომ ეს იყოს ძალიან ცხადია. რეალური და ამ სიტყვებში ისე თუ წავიკითხავთ დედრიდან და იმას ვიზავთ, ხო? ეს არის არა უბრალოდ ირონიული გამოთქმა, არამედ არის უფრო სიხარნარულევი გამოთქმა. რომ აი რაღაცა კარგაბავსო ეტყვი ადამიანს და კაი ახლა მომატყუებო რო გეუბნება, ხო? ეს განაარჯერა ერთი სული აქვს ეს დაიჯეროს, მაგრამ რაღაც ბარიერი მას ხელს უშლის მაინც ბოლომდე მიიღოს ეს ყველაფერი, ხო? წმინდა წერილი გვეუბნება რომ მართლაც ერთი წლის შემდგომ მას შეეძინება შვილი. არაფერს გუყვება წმინდა წერილი იმასთან დაკავშირებით ეს ქალი რა მადლიერებას გამოხატავს და რას გააკეთებს, იმით თქვა ჩვენ ვიცით ხო, ანამ რა გააკეთა სამუელის დედამ, ჩვენ ვიცით სარამ რა გააკეთა, რებეკამ რა გააკეთა, თქვა იქ რაქელის მეცადინეობა რა იყო, მაგრამ აი ამ ქალმა რა გააკეთა არ ვიცით.
ჩვენ ვიცით მანოემ და მისმა ცოლმა რა გააკეთა ხო სამსონთან დაკავშირებით. აი ამ ქალმა რა გააკეთა არ ვიცით. და თითქოს და წმინდა წერილს არც ჭირდება ამისი თქმა, თითქოს და ამას ავტომატურად გულისხმობს, როდესაც გვიყვება ის ამბავს, რა ამბავიც მე გააკეთა და რა ამბავიც მოხდა მე ამ ქალის თავზე. რატო? იმიტომ რომ მთელი ჯაჭვი თხრობისა ამ ქალთან დაკავშირებით იმდენად ლოგიკურია და იმდენად ღვთისმოსაურია, რომ დიდი ალბათობით მან საოცრად დიდი ბადლიერება გამოხატა ღვთის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მას არ ახსენებს. აი ეს ბავშვი რო წამოიზარდა, მამასთან არის ყანაში, და ჩანს ამ კაცისათვისაც ამ ქალისაგან შვილიერება ბევრ რამეზეა მიმანიშნებელი, ვინაიდან მან იცის, რომ ცოლის ეს თხოვნა შეასრულა და ელისეს მოუწყო ეს ისა, გავიხსენოთ მანდრია რამდენჯერ გვითქვავ ჩვენ, ხო? გავიხსენოთ სარა როგორ გამოდის ამ მოღვაწეო ასპარეზზე, როდესაც აბრაამი ფხეზლად უნდა იყოს და ფხეზლად ვეღარანი. რებეკა როგორ გამოდის, როცა ისააკი ფხეზლად უნდა იყოს, ხო? აი როგორ ეს ქალი, აი რაღაცა ეს ქალიც აი ამ რაღაც ამსარბიელზე დგას. მიუხედავად ჩვენ ამ ქალის სახელი არის და ამ კაცის სახელი არის. ამის წმინდა წერილას გვეუბნება. ისრაელში ელისეს რო იმსახურებს, ისინი დარჩენილები არიან, კი, სახელი არ არის და კონკრეტული არ არის, მოცემული გაქვს სახე. ხო, სახურების. ხო, სახურების სახე. აი ეს სახურება უნდა ვახსენოთ ახლა მანდრია, სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა გავიაზოთ ელისეს შეპატიშებაც. ელისე ისრაელიან ქალთან კი არ არის და ოჯახში კი არ არის შესული სტუმრად, არა, ისრაელშია სტუმრად. აქ სტუმრობს ელისე. აქ ის ისრაელია, რომელიც ისრაელიც ცოცხლობს აბრაამის, ისააკისა და იაკობის როგორც დარჩენი. ის გარეთ რაც არის, ისინი არიან მხოლოდ ბიოლოგიური შთამომავლები აბრაამისა, ხოლო ამ ქალის ოჯახში ვხედავ ჩვენ მენტალურ ღირებულებით შთამომავალს, ღირებულებით მოდგმას, რომელზეც აქცენტს გააკეთეს მე ივანე ნათლისმცემელი და იტყვის, რომ ნუ იქადით იმით, რომ ძენი ხართ აბრაამისანი, რამე თუ ძალუց ღმერთსა ქვათაგან ამაღდგან აღდგინებად ზეთა აბრაამისათა. შესაბამისად, როდესაც ამ ქალზე გვაქვს საუბარი და მის ამ შვილიერებაზე გვაქვს საუბარი, ეს თითქოს და არის რაღაცა მარცვალი, რაღაცა ის, რომ ამ ისრაელს არსებობა გაუგრძელდება. ეს ისრაელი არ დასრულდება, ცოტა იქნება, მაგრამ შვილიერი იქნება მაინც. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისი შვილიერება თითქოს და ლოგიკურად გამორიცხულია. აი ეს ბავშვი ყანაში ყავს მამას და ეტყობა, შესაძლებელია პაპანაკება სიცხის ქვეშ რო იყო იმის გამო და შესაძლებელია რაღაცა საღვთო რამზრახვის გამო, ის ცუდად გახდება, ვაი თავი ეტყვის მამამის და ფიქრობენ ეს თავი რადგან თქვა შეიძლება სისტაკურა ქონდა მას ბავშვს. და ასე ქვია მამამისი მსახურბით ეტყვის, რომ სახში წაიყვანოს დედამისთან. რატომღაც ეს ბავშვი არ კვდება მამასთან, ეს ბავშვი კვდება დედასთან. მოუსწრებს ეს ბავშვი დედას და დედას შეაკვდება ხელში. რატომღაც ელისემ გეხაზის სწორედ ამ ქალზე აკითხვინა და არა ამ კაცზე აკითხვინა, რამე ხო არ უნდათ მათ. აშკარად ჩანს, რომ აქ ქალი საკმაოდ მოქმედია, საკმაოდ ინიციატივია, თქმარი ამ ინიციატივას ხელს არ უშლის. ქმარი ამ ინიციატივას მიყვება, მაგრამ ქალს აქვს აღებული აშკარად ინიციატივა, რომელიც არ უკვის არც ელისეს, არც გეხაზის და არც არავის. ეს ბიბლიაში კიდევ ერთი მოწმობაა იმისა, რომ მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, ბიბლიური და აი მამამთავრული მიდგომა ქალის პიროვნებას როგორ ებყრობა, როგორ პატივით ებყრობა და ეს პატივი როგორი ჩვეულებრივი და ბუნებრივია ბიბლიის თხრობის. აქ ხო არ შეიძლება ჩვენ დავინახოთ ის, რომ როდესაც ისრაელის დაცემა ხდებოდა ხოლმე, იქ მეზობელი წარმართი ქვეყნებით ცდილობდნენ ქალი გაერყვნათ, ისრაელის ქალი გაერყვნათ და ამ შემთხვევაში წმინდა წერილი გვაჩვენებს, რომ ქალი, რომელიც სათნოებებით არის შემკული, აი ეს ქალი რაღაცა სახე იქცა შემონახული ტრადიციისა სულიერი ხაზის გამოცელებელია. ცხადია, სწორედ ქალზე კეთება, ამიტომ აქცენტი ეს მინდოდა მამანდრიამ თქვა, სწორედ რომ აქ ოჯახური იერარქია კი არ არის დარღვეული ამ ოჯახში და რაღაცა ის კი არ არის უწესრიგობა, არა, საკმაოდ მოწესრიგებული ოჯახია, რაზეც ელისეს დუმილიც მოწმობს ამ ოჯახთან მიმართებაში. შესაბამისად აქ ქალზე ხარგასმა იმდენად, რამდენადაც ეს არის ის ქალი, რომელიც გვიჩვენებს იმ ნარჩენის შენახვას, რის გამოც ელისემ შეიძლება იმოღვაწეოს ისრაელში. ხო არ გავშალოთ ცოტა ეს საკითხი, რომ ქალის შერყნა და გარყნა
ერის დაცემის დასაწყისი იყო და ამას უწყობდნენ ხელს სწორედ ისრაელის მტრები. გარედან სამეზობლო უწყობდა ხელს, როდესაც ისრაელის დაკრინება უნდა და მთავარი გადამრჩენელი ერისა ამ შემთხვევაში მისი თვითყოფადობისა იყო სწორედ ქალი, ოჯახი და კარგად გაზრდილი შვილი რჯულის მიმდევარი. კი, ასეა ნამდვილად და ეს გაზრდილოცა თქვი თავის დავაწყდია უწინას ყოვლისა ყურადღებას დედაზე ვამახვილებთ სწორედ და ქალზე ვამახვილებთ სწორედ. რატომ მინდოდა ამის ხაზგასმა დღეს დღევანდელ რეალობას რო გადავხედოთ, ხედავთ ამ კუთხით საშინელ სურათს ქალები დგანან ქუჩაში, იგინებიან ისე რომ შეიძლება კაცისგან არ ქონდეს მოსმენელი ესგინება და ჩვენ რადგანაც პარალელს ვაკეთებთ ხოლმე დღევანდელობასთან და რადგანაც მარადიულ აი ამ საკვანძო საკითხების ახსნა გვინდა, მე მგონი რომ კარგი მაჩვენებელი არის ეს, რომ დეგრადაცია ერისა აისახება ამაშიც, რომ ქალი გამოსული არის ქალის სახისგან. ხო ძალიან ძიმე მდგომარეობა ეს ვინაიდან ერთია რომ შესაძლებელია რაღაცა ნაბიჯი ცდომილი იყოს და ეს ამისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ როდესაც ასეთ რამეს საქები ხდება და მისაბაძი ხდება და ნორმალურად არის ეს მიჩნეული, ეს ძალიან ძიმე სურათის მაჩვენებელია და ძალიან ძიმე რამის მაუწყებელია. ქალს უნდა ესმოდეს, რომ მისი როლი არის უდიდესი და პატრიოტიზმი მისი და ქვეყნის გადარჩენის მისიაში მისი როლი გაცილებით დიდია, თუ კი ის იქნება სათნოებით ახსავსე და ერთს შვილებს გაუზრდის. და როდესაც მას ვიღაცა ურჩევს და ეუბნება, რომ კაცივით უნდა კაცსაც არ შეშვენის ეს საზოგადოებაში გინება, მაგრამ მით უმეტეს ქალის დანახვა ამ როლში ძალიან დიდ წუხარებას იწვევს, იმიტომ რომ მე ფიქრობ ეს ახალგაზრდა ქალი წინ ამას ცხოვრება აქვს, ოჯახი უნდა შექმნას, შვილები უნდა გაზარდოს და დღევანდელ რეალობაში რაც კი ინტერნეტ სივრცეში ხდება მასალა მუდმივად რჩება იქ და ეს ლანძღვა და გინება თელი თანმდევი იქნება, როგორც ცალონ მე აზრი, ამიტომ ძალიან სავალალო არის. უყურებს მოზარდი თაობა და უყურებს როგორც რეალობას. მისმა შვილმა უნდა უყუროს მე ამას. უყურებს როგორც ნუ ახლა ამ დროს ასე უნდა გაგეკეთებინა, ამ დროს ასე ხდება ხოლმე და ამიტომ ჩვენ უნდა ვევედროთ უფალს. დიდი გადაცდომა არის ეს, უნდა ვთქვათ, რომ ტრაგედია არის თვითონ მათთვისაც და ერისთვისაც, როდესაც ქალი ამ როლში ჩდება. ხო, ახლა ყურადღება კიდევ საინტერესო რა არის, რომ როდესაც ეს შვილი ამ ქალს მუხლებში ჩააგდება, ჩვენ ვერ ხედავთ ამ ქალში სასოწარკვეთას. ვერ ხედავთ იმას, რომ მაშინ ატომის სახმერთმა ეს ისა, ხო? და ვხედავ სულად გარკვეულ, გააზრებულ ნაბიჯს ის მიდის და ელისეს ოთახში მის საწოლზე დააწვენს თავის გარდაცვლილ შვილს, ჩამოვა და ქმარში ატყობინებს, რომ მსახური გამოგზავნოს რაღაც თავის სახედართან ერთად, ხო? და წავიდეს ღვთისკაცთან. მამამ არ იცის შვილის გარდაცვალების შესახებ ამბავი, არც ეუბნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რატომ ამას? არა, ეკითხება ის და ხო და ნახეთ რას ეკითხება, დააკვირდით რას ეკითხება მამამ ანდრია. რატომ მიდიხარო, არც ახალმთვარეობა არისო, არც პირველ ნაყოფში. ხო. ნახეთ, ეს ყველაფერი მოსასჯული თვალისწინებს ამას. ეს არის ის, რითაც ეს ოჯახი ცხოვრობს. ამ მთელს ოჯახში არის ეს. ამ მთელ ოჯახში არის, ხო, ქმარსაც, რომ ქმარი მსხვერპლს წირავს ამ ჭეშმარიტ ღმერთს. ინახავს მის იმას და ის ტრადიციები და ის სახურება, რაც იერუსალიმში განდიდებულ ღმერთს სჭირდება, ამათ თავიანთი იერუსალიმი აქვთ გაკეთებული და აქ ადიდებენ, ინახავენ მოსას ჯულს.
არის მეორე დეტალიც, რომელიც აქვე უნდა ვთქვათ, მაგრამ ამ ოჯახთან დაკავშირებით ასეთ ამამად ამას ვერ ვიტყვით. ეს არის ის, რომ ჩვენ სხვა შემთხვევაშიც ვნახეთ, ეს ელიას შემთხვევაში ვნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, ბაალის კულტის მსახურება ოფიციალურ მსახურებად იქნა წარმოდგენილი აქაბის დროს, ეს ანიშნავდა იმას, რომ მოსეს რჯულმდებლობა, მისი იურიდიული ნაწილი, ასე ვთქვათ, უგულებელ ყოფილი იყო და როგორც სამართალწარმოების საშუალება გადაგდებული და დავიწყებული იყო და სხვა რამე იყო შემოტანილი ნაბუთე ისრაელის ვენახის ამბავზე რომ საუბრობდით, სწორედ აი ამ მოტივებს ვეყნობოდით და ამ მოტივებს ეყნობოდა ნაბუთეც და ამ მოტივებს ეყნობოდა აქაბიც და ამ მოტივების გასამართლებლად იეზებელმა გააკეთა ისაც გააკეთა. ანუ ასე ვთქვათ, კანონმდებლობა როგორც ასეთი მოსესი ისრაელისათვის დავიწყებული და უცხო არ არის, მაგრამ აქ საუბარია არა კანონმდებლობაზე, აქ საუბარია არა ვთქვათ იურიდიულ ნორმებზე, არამედ აქ საუბარია ღვთისმსახურების შემადგენელ ელემენტზე, რომელიც შესაძლებელია სულაც აღარ ყოფილიყო მოწყობილი იმ წესებით, რა წესებითაც ეს ჯულში იყო წარმოდგენილი. აი ამ წესებით ცხოვრობს ეს ოჯახი. შინაგანი შინაგანად აბელის მსხვერპლშეწირვა, რომელიც ეძებს დაკარგულ რეალურს და იმიტაციას გარეშე. ამაშია, ასეთია ეს ოჯახი, ამიტომაც უკვე ხვდები ჩვენ რატო ბრძანებს წმინდა გრიგოლ პალამა, რატო გვამახვილებინებს ყურადღებას არა იმდენად ელისეს სასწაულზე, რომელიც ახლა შვილს აღუდგენს ამ ქალს, არამედ თვითონ ამ ქალზე და იმ ოჯახზე, რომელ ოჯახშიც მოხდება ელისე, აი ამ იმისა ქვია, იმისათვის რომ დაესვენა შამითი ჟამად. ამ კაცის გაკვირვება ამას უკავშირდებოდა სწორედ და ეს ქალი საკმაოდ ისე რაღაცა უფლებამოსილების მქონე ადამიანის სახით ეთქვის რომ გააკეთოს ის რასაც ეუბნებიან. რაღაც გვახსენდება ღმერთი რო ეუბნება აბრაამს, გააკეთე რასაც შენი ცოლი გეუბნებაო. როგორი ის არის, ხო, როგორი მარის და როგორი ჯაჭვია, ხო, გამეორება. და ეს კაციც აღარ კამათობს. გაუგზავნოთ, განუთხარ სამწუხარო, გაუგზავნის და იმას იზავს ამ. ამ მსახურს ებრძანება, რომ თუ თვითონ არ გააჩერა, გზაზე არ გაჩერდეს არსად. ეს არის ჩქარა წასვლის და დაბრუნების სიმბოლური ენა ბიბლიაში, რაც უკავშირდება იმას, რომ დროზე უნდა ჩავიდეს ელისესთან და დროზე უნდა ქმართთან მაშინ, ანუ ამ ქალის საფიქრარი რა არის, აი რა უთხრას ქმარს. და აი ქმარს რა უთხრას, ის კი უნდა უთხრას, რომ ყრმა მკვდარია. აი ელისე რასაც გააკეთებს, ის უნდა უთხრას ქმარს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს რომელიც ეუბნებოდა, მოატყუეს ჩემი ბატონიო, ხო რა შვილიო. ახლა ხო შეუძლია ხა მივადა ელისეს ეტყვის. მithოვიაო შენთვის შვილიო? მithოვიაო რამეო? რატო იმას ვიქენიო, ამას რო ეტყვის, ამის სათქმელად ხო მიდის, მაგრამ ამ სიტყვების უკან იმალება მთავარი რა. აი ეს ყველაფერი ამიხსენი მე როგორ უნდა მივიტანო ჩემ ქმრამდე, ჩემ ეზობლამდე, ჩემ სახურამდე, იმ თუნდაც მე როგორ გავიგო. თუნდაც მე როგორ, ხო, ანუ მე როგორ უნდა გავიგო იმისათვის, რომ ამ ქალში ჩანს მამანდრი, აი ეს მისიონერული სული, ამ ქალს შეიძლება დასცინონ ელისეს ღმერთის გამო. ამ ქალს შეუძლია თავის თავაცხადია ქმარს უთხრა შვილი აღარ აქვს კაცო. ამაზე დიდი ტრაგედია რა შეიძლება არა. ამ ქალს ეთქვენ ეს ის არ არის იმ წინასწარმეტყველმა მოგატყუა ხო აი გაგამწარა და ეს ამ ღმერთს უფრთხილდება ეს ქალი ეს სახელიც უარ ვიცით ის ქალი და იმას იზავს რა ქვია ელისეს შორიდან დაინახავს და გეხაზი ეთქვის რომ აი მოდისო ის ქალიო რომანელი უნდა მიეგებოს გეხაზი და რაშია საქმე ქარმელისკენ არის ეს ქალი დაცული საკმაოდ დიდი მანძილია ხოთაშორის ხო და გეხაზის არ ეტყვის ეს ქალი მოსულს თავარ მისის და როდესაც გეხაზი ამბავს მოუტანს სანამ გააგებინებს ამ ქალის პასუხს ეს ქალი მიეჭრება ელისეს და მუხლებზე მოეხვავა და ელისე ჩვენ უკვე ვთქვით რომ დისტანციურად აბსოლუტურად უფრო დაყუდებულ ცხოვრებას ეწევა. და ეს გეხაზი ხედავს რომ რაღაცა გააკეთა ესაც მისი მოძღვრის ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება და უნდა გამოგლიჯოს ეს ქალი ელისეს მუხლებიდან და ელისე ეთქვის გაჩერდიო სული აქვს გამწარებული ამ ქალს ხოლო ღმერთს არ გაუცხადებიან ჩემთვის. თითქმის ყველა მამამ რომელმაც ხელი მოკიდა კალამს და შეეხო ამ ეპიზოდს ყურადღებას აქცევს იმას რომ
დავაკვირდეთო წინა 13 ყოლია, მაგრამ ყველაფერი კი არის ისო, იცის მხოლოდ ისაც ღმერთი აუწყებს მას. აი დღევანდელი წინა 13 ყოლებები, რასაც აზეთ შეეკითხები, პასუხი აქვს, თავარი ეგ რაღაცა ყავა მოწროპო, იქ რაღაცა წითელი მამალი გაუშვა, იქ რაღაცა, აი ეს ოკულტიზმი რაც არის, ეს საშენელება რაც არის. რაც ნამდვილად ღმერთისაგან არის, იქ ხედავთ რომ რაც თუ უნდა ღმერთს სულაც არ აუწყებს თავის სახურს. თუ უნდა, რასაც აუწყებს მხოლოდ იმას უწყებიან, ამაშია მათი სიმართლე. ხოლო ის შარლატანობა, რომელსაც ოკულტისტები და სხვადასხვა იმის ჯურისმიმდევარები მისდევენ, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული ადამიანის წინაშე და ადამიანს ატყუებ და უფრო დიდი ტრაგედია, როდესაც ადამიანს უხარია, როცა თავს იტყუებს. იმიტომ რომ ის რაღაცა ისეთ რაღაცებს ეუბნება, რომ კლიენტურა არ დაკარგოს. ამიტომ ეს პრობლემა ყოველთვის იყო ოკულტიზმის აი ეს პრაქტიკა, რომელიც გათვლილი იყო ადამიანის კეთილგანწყობაზე. უეტყვის იმას, რაც კეთილად განაწყობს ადამიანს, რომ მასთან კვლავ მივიდეს. ელისეს არ აქვს ეს გამოცხადებული და ამქაც სულია გამწარებული. ერთ-ერთი მამა აღნიშნავს დაუკვირდიო ამ გამწარებულ ქალსო და შეხედეო ელისესო როგორ უარსეობნებაო თავის მსახურს. ეს ქალი გაიყვანოსო მისგან. დაუკვირდი და გაიხსენეო თუ კი ელისეო შეიწყნარებსო ასე სულ გამწარებულ ქალს რაოდენ შეგიწყნებს და რაოდენ თავისთან მიგიღებს და არ დაგტოვებს თავად უფალი, რომელიც მოგიწოდებს თავისკენო, ხო? ნეტარი მგლოვარენი გულითა როცა გეუბნებაო ღმერთი, ამ გულის მგლოვარების ნუ გეშინიაო შენ, რადგან ამის მიღმა სიმწარე კი არა, ის უდიდესი სიტყვაა, რომელიც გელოდება უფალთან, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გაგცევს ზურგს და არ გაგიშვებს გარეთ. ეკლესიას ეს წელში ვკითხულობ, ჩვენ გონიერია კაცი, რომელიც მივასახს, სადაც გლოვაა და არა ის, სადაც ლხინია. სადაც ლხინია, კი ბატონო. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ გლოვაში ხედავ რაღაცა ისეც, რომელსაც მიყავ ღმერთისაკენ იობის ტრაგედია. იობის მასშტაბის ტრაგედია, ეს არის საოცარი ჰიმნი იმისა, ტანჯვა როგორ ვერ ახერხებს გაბარატიულებას და როგორ მიდის ის ნუგეში, რომელსაც ქვია ღმერთი. იქ მიდიხარ საბოლოოდ, ნუგეშინია ამ ტანჯვის. ძიმია, მაგრამ ხვედრი ტკბილი ესოშია და იქ უნდა ელოდო ამ ხვედრს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მithოვიაო შენ თუ შვილი ეუბნება ეს. აი რა დამოკიდებულებაა იცით, აი როგორც უკვე აღვნიშნეთ, აი მოკვდა ის ვინც იმას ვიქენი და როგორ და ელისე გეხაზის ისემ საკუთარ კვერთხს და უუბნება რომ წელზე მოიტყვი და სასწრაფო წადი ამ ქალისაკენ. სადა მათთან კვერთხი დაადოს ამ ბავშვს და ეს ბავშვი უნდა აღდგეს და გაცოცხლდეს. და რა არის იცით მე შემდეგი თხრობისთვის დაგვჭირდება როგორი მორჩილია გეხაზე ჩანს კი არ შეხედავს, არა, მოკიდებს ამ კვერცხს და მომენტალურად წავამოძღვის, როცა კურთხევა უნდა შეასრულოს. აღადგენს, არა, უთხრა ელისემ უნდა გააკეთოს. საოცარი მორჩილია ხას, საოცარი. ანუ ეს ქალი ეთყობა კიდევ იმაზია და გეხაზი წასულია უკვე. და ეს არ ეშვება, იხუტებს და ელისეც არ უშვებს ამას, აი ძალიან ისეთი სურათია. ეს არ წავალოე. უფალს გეფიცები. არ წავალო აქედან თუ შენ არ წამოხ. და ელისე დაიძრება ამ ქალის სახლისაკენ, იმ სახლისაკენ, რომელიც ამის ამ ქალმა რაღაცა ყუდრო ადგილი შეუქმნა. როდესაც ელისე ეუბნება თავის სახლს არ გაჩერდეო და არავის მისალმო, კმამები ამბობენ, მისალმებას კი არ უგრძალავსო, მისალმება თავის თავად სათნოებაო, არა, როდესაც ჩვენ საღვთო დავალება გაქვს შესასრულებელი, მაშინ ამისათვის ხელს არ უნდა გიშლიდეს რაღაცა დროებითი, ყოფითი რაღაცა სიკეთეები, მოვლენები, რაღაცა ამბები, სიტყვაზე თქვა, ხო ახლა შენ, რა ვიცი, ახლა რაღაცა უხეშად არ გამოვიდეს ეს მაგალითი, როდესაც სიტყვაზე თქვა, აღსარება აქვს, სასულიერობის მისაღებიან და პედაგოგს თავის ღვთისმსახურება აქვს, აღსასრულებელი აუდიტორიაში, ხო?
ამის ეს არ უნდა გადადოს, სწრაფო ამისკენ არ უნდა გადადოს რაღაცა ყოფიერი და რაღაცა წარმავალი, რაღაცა თქმობისათვის და რაღაცა იმისათვის, ხო, რაღაცა აი ამ საქმეს უნდა იყოს მიცემული. იმიტომ კი არა ის რაღაცა დასვენება და რაღაცა ყოფიერი მომენტები ცუდია. ცუდი არ არის ნამდვილად და გასაკეთებელიც არის, მაგრამ ამის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. აი მამები ამას უსვამენ ხაზს და სანამ ელისე მივა ამ ბავშვთან გეხას მისულია უკვე და კვერთხი დადებული აქვს ამ ბავშვში, მაგრამ ბავშვი არ ცოცხლდება. ფრემასური ამბობს ვერც გაცოცხლებოდა, რადგან ის სიბინძურე, რასაც გეხაზე ატარებდა, ის ამპარტავნება და რასაც გეხაზე ატარებდა, დამაბრკოლებელია სასწავლებისთვის, ეს საოცარამეს ამბობს ფრემასური, ეს არის პერიფრაზირება მაცხოვრის სიტყვისა, რომ ხენაყოფისაგან უნდა იცნო. ჩვენ როდესაც ვხედავთ აი ადრე გაცილებით მეტი იყო, ახლა შეიძლება პროპაგანდირებული არ არის, მაგრამ დღესაც ხდება კერძო შემთხვევაში, რომ არ უკვირდება ადამიანი რა ცხოვრებით ცხოვრობს, ვიღაცა ვინც რაღაცა პირობებს იძლევა. ხო, რაც არ უნდა საამო და რაც არ უნდა სასიხარულო პირობა მოუწეს. ეს ამის გამკეთებელი არის ის. ხო, გასაგებია. შინაგანაც სხვა არის აბსოლუტურად. და აი ჩვენ საუბრობთ, რომ გეხაზზე ესეთი მორჩილია, ესე გამოიწვია. გეხაზს ჩვენ დაუბრუნდებით. შედეგს ვნახავთ. ხო, ამას დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ეს მორჩილება ამოკრავს ფეხს. ხო, ეს მორჩილება ხო, ეს მორჩილება აბსოლუტურად სხვანაირად გაცხადება, ამაზე მე ვისაუბრებ, თავისთავად ხდება და ეს კონტექსტი აქვს საინტერესო უბრალოდ, რომ და ელისე შედის ამასთან ამ ბავშვთან და ელისი აღადგენს ამბავს, როგორ აღადგენს, ახლა ამას ვიტყვით, მაგრამ თვითონ რომ აღადგენს ეს დეტალია საინტერესო და რატომ. ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში ეს მკვდარი ბავშვი არის წინასახე იმ სიკვდილით მოსილი სივრცისა, რომელიც წარმართობაში იყო თანთქმული. მაგრამ არა მარტო წარმართობაში, არამედ სიკვდილ შემოსილი კაცობრიობისა სიკვდილი ბოგინობდა ძველი აღთქმის ეკლესიაშიც. და აი ელისე რო აგზავნის გეხას, ეს არის წინასახე იმისა, რომ ღმერთმა თავისი მსახურები მოსე, ელია, ელისე გაუგზავნა აი ამ სიკვდილში ჩაფლულ კაცობრიობას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთეს ამათმა, რაც უთხრა ღმერთმა, ისევე როგორც გეხაზი ზუსტად ის გააკეთა, რაც უთხრა მას ელისემ, ამან ვერ მისცა მკვდარს აღდგენება, ვერ მისცა ცხოვრება, მსახურება შესრულდა, მაგრამ ცხოვრება ვერ დაუბრუნდა. როდის დაუბრუნდება ამბავს ცხოვრება, როდესაც თვითონ ელისე შევა და ელისი აქ არის წინასახე ჩვენი მაცხოვრისა, რომელიც მოვიდა აი ამ მკვდართან და დაწვა კუბოში, ისევ როგორც ეს იწვა, ეს ბავშვი მკვდარი იწვა, ისიც დაწვა, ელისეს დაწვა და აი ეს დაწოლა გახდა სწორედ ის, რამაც აღადგინა კუბოში არის საფლავში. ნუ საფლავში, ხო? ხო ამ შემთხვევაში ნუ საფლავი, ნუ შეგრაგნილი იყო მაცხოვარი. არავინ გამოეკიდოს ახლა იმას. და შესაბამისად ყმის აღდგენა ეს არის წინასახე იმისა, რომ ელისი წინასახეა ჩვენი მაცხოვრისა და მაცხოვრმა სიცოცხლე მისცა სიკვდილში თანთქმულ ამ კაცობრიობას. აქ არის საინტერესო ამ ბავშვის აღდგინების ფორმა, სახე, რომ ელისე ჩაიკეტა და ცხვირი ცხვირს დაადო, ბაგეს თვალი თვალს, ხელი ხელს, ფეხი ფეხს და განერთხა ბავშვს და გაათბოვეს. კეპრენი კართაგენიას სულს კითხავს. ეს ბავშვია და ეს ამხელაკაცია და როგორ მოიკუნდა და როგორ შეიძლება ახლა ეს ყველაფერი იმას აქნა, ხო? დამო კეპრენი კართაგენი ამას ეს პირდაპირ არ გაიგოთო. ეს არ შეიძლება ასე გავიგოთო. უბრალოდ ამით ღმერთი გვეუბნება, რომ მადლს თანაბრად გაძლევთ დიდ და პატარას უყოლასო. მაგრამ თქვენი არჩევანის მიხედვით მოიხმართო მას. ზოგი მკვდარს გააცოცხლებს, ხო, ზოგი სიცოცხლეს მიიღებს და ამ სიცოცხლეს ემსახურება ღმერთს. ანუ აქ საინტერესო რა მომენტია, საინტერესო ეს მომენტია, რომ როდესაც საუბრობ ჩვენ ელისეს მიერ ყმის აღდგინებაზე და იმ რაღაცა მეთოდზე, რომელიც გაგვაკვირვა ელიას შემთხვევაშიც, ხო? აქ ელისეს შემთხვევაში გვაკვირვებს ეს მეთოდი. ამიტომაც ჩაკეტილ კარხმის მიღმა აკეთებს ელისი ამას და ყმა რომლის სხეული გათბება არ ელისეს დაწონით, არამედ სული წმინდის მადლით ყმას დაუბრუნდება სიცოცხლე უნარები, შვიდს გზის დაამწყიკვებს ის
ეს სუიციდის დავწყება უკვე მანიშნა შესაძლებელია მიყოლებით კი არა გარკვეული პერიოდი დაჭირდა ამას და ელისეზე ნათქვამია რომ დააწოვოს მე ადგა გაიარ გამოიარა მე კვლავ აკეთებს ამას და ხო შესაძლებელია თითო დამწყება მოყვებოდა ხო სხვადასხვა დეტალი აქვს შესაძლებელი და მთავარია ის რომ ელისემ ცოცხალი ბავშვი გამოუყვანა ამ ქალს და ამ ქალს ცოცხალი ბავშვის ხილვით სუსტად აქვს პასუხი თუ კი ვინმე მისი ღმერთის შესახებ ისაუბრებს მისი ცოცხალი შვილი არის პასუხი ეს არის ღმერთი რომელიც მკვდარ ისრაელს გააცოცხლებს თუ კი ისრაელი მის წინასწარმეტყველს მოусმენს გიორგი ძალიან დიდი მადლობა მე ძალიან მიხარია რომ ამ გადაცემაში რამდენიმე ესეთი საკვანძო და საინტერესო თემას შევეხეთ და ჩავშალეთ და ვფიქრობ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. ზოგადად წმინდა წერილს არ უნდა ვკითხულობდეთ იმისათვის რომ ოდესას რაღაცა მოხდა. ის იმიტომ არის დღევანდელ დღემდე გამოცხადების სახით ცოცხალი ჩვენთვის რომ დღევანდელ დღეს რაც წმინდა წერილში წერია ყოველდღე მეორდება როგორც პირად ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დიახ. ჩვენი გადაცემა ამოიწურა, ამით კარგია რომ მოვასწარით ამ ერთ თემაზე საუბარი სრულად. მაყურებელს მინდა მადლობა გადაუხადო ყურადღებისათვის გიორგი დაგემშვიდობები. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე შეგახსენებთ რომ შესაბამისი საკითხავი შეგიძლიათ წაიკითხოთ მეოთხე მეფეთა მეოთხე თავში. მომავალ შეხვედრამდე